გვაქვს უბრალოდ და კემპინგში, ანუ კარვებში ვჩებოდით, ნახევარი კი ლოს-ანჯელესში და ასე შემდეგ. ასე რომ მაგ ვიდეოებსაც შეგიძლიათ უყუროთ ჩემს არხზე. გამარჯობათ მეგობრებო. ალბათ ბევრმა იცით, რომ ამერიკაში ვცხოვრობ, ნიუ-იორკში, აი ამ სახლში და მეორე წელი იქნება, რაც უკვე ამ სახლში ვაგრძელებ ცხოვრებას. ზოგადად ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ დამიგროვდა უამრავი ნივთი, რომელიც არ მჭირდება რეალურად, იმიტომ რომ აქ ჩამოვედი როგორც ყველა, ორი ჩემოდნით და აღმოჩნდა რომ ერთი ამხელა სახლის გავსება ნივთები დამიგროვდა. გადავწყვიტე რომ დღეს ცოტა დამეწყო გადახარისხება რაღაცა ნივთების, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ალბათ ყველა ადამიანი როცა სახლში ვხედავთ რაღაცა ნივთებს, რაღაცას ცალკევდებთ, რაღაცას ვინიშნავთ ტვინში, რომ აი ეს უნდა გადავდო სადღაც, ან ეს უნდა ჩავაბარო სადმე, მაგრამ რეალურად იმდენი ნივთი დაგროვდა, რომელსაც ადგილი ჯერ არ მიუჩენე, კი არა და ადგილი მიჩენილი აქვს. აი აქ, საწოლის ქვეშ და მით უმეტეს რო არ ჩანს და ამდენ ყუთშია წყვია, უფრო მარტივია რომ დავივიწყო ხოლმე. ამიტომ მოკლედ გადავწყვიტე, რომ საწოლის ქვეშ რაც კი ყუთები მიდევს, გადმოვიღო, ჩავხედო რეალურად შიგნით რაც დევს, მჭირდება თუ არა თუ უბრალოდ ყუთში ლპება და შესაბამისად მოვიქცე ამ ნივთებს. ჩემი აზრით საინტერესო იქნება და თქვენს თუ იმავეს გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ თქვენც მოგეძებნებათ სახლში ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ და უბრალოდ ინახავთ ან დროჯერ არა გაქვთ იმისთვის, რომ მიხედოთ ამ ნივთებს. ამიტომ თუ თქვენც გინდათ რომ იგივე გააკეთოთ, მოდი დავიწყოთ. არ ვიცი ეს სიტუაცია როგორ უნდა გაჩვენოთ, მაგრამ კი მიხვდებით რომ აი სულ ყუთები დევს და რაღაცა პარკები ის მაინც არის კარგი რომ ყველა ყუთს ნამდვილად დაწერია შიგნით რა დევს, ესე უბრალოდ არ მიყრია, მაგრამ შიგნით რაც დევს იცით აღარ მჭირდება. ან მაგალითად საქსოვი ძაფები მიდევს. და კი, როცა მჭირდება ხოლმე ძალიან ბედნიერად გამოვიღებ და კი ვიყავი დალაგების ხასიათზე, მაგრამ რო შევიხედე და ვნახე რეალურად რამდენი ყუთი დევს, აღარ მინდა. არა, რაღაც სისტემის გარეშე აქ არ გამოვა. უნდა ამოვიტანო დიდი ყუთი საკუჭნაოდან, სადაც უბრალოდ ჩავაწყო ყუთებს ამ ნივთებს, რომლებიც საერთოდ არ მჭირდება. თუ გსურთ თან რაღაცებს დაგათვალიერებინებთ. მაგალითად, საქსოვი ყუთი მშვენიერია, ყველაფერი მჭირდება, ყოველ წამს რა თქმა უნდა, ყოველ წამს არ გვგსო, მაგრამ მოწესრიგებულია, ყველაფერი აქაც ყויה. აი რეალურად ასეთი პარკები მიდევს ხოლმე, რომელშიც აწყვია ტანსაცმელი, რომელსაც აღარ ვიცმევ და მინდა რომ გავაჩუქო, თუმცა ვერც იქამდე მივედი რომ გამოჩუქებინა. კიდევ ნახავთ უამრავ კორნელის ნივთებს, რომელსაც ალბათ არასდროს არ გამოვიყენებ და არც ვიცი რა შეიძლება გავუკეთო. რა თქმა უნდა გვაქვს უბრალოდ ფეხსაცმლის ყუთებიც, ცარიელი. ძალიან მიხარია რომ დავიწყე დასუფთავება, იმიტომ რომ აღმოვაჩინე მერელების ჩემი უსაყვარლესი ბუთს. მეცვა კალიფორნიის გარშემო და ზოგადად West Coast-ზე როცა მოგზაურობდი და ვლაშქრობდი, ყველგან მეცვა და ამაზე კომფორტული ფეხსაცმელი არ მქონია, არც წყალი შედის. არის იმაზე ბევრად უფრო კომფორტული, ვიდრე ფეხსაცმელი ოდესმე წარმომედგინე რომ შეიძლება ყოფილიყო. და რაც ლაშქრობა დავამთავრე, მიდევ საწოლის ქვეშ. არ და რეალურად შემიძლია რომ ზამთარს ჩოლებია ჩავიცვა და არ ვიცი რატო მიდევს და რატო ვაწოლებ უბრალოდ. ასე რომ ახლა გადავდებ და უბრალოდ ჩავიცმევ ხოლმე ყოველდღიურობაში. შემდეგ გვაქვს რენდომ რაღაცეების ყუთი, სადაც არის დინოზავრიკები, რომელიც აქ რაღაცა ბარია, სადაც რო შედეხარ დინოზავრებს გაძლევენ და ეს ჩემო მითმა და მიტოვა. აი რა შემჭირდება ეს დინოზავრები. ეს ჩემო რუმეითმა მაჩუქა. ჰარი პოტერის ტკბილეულია. და შეგინთ კიდეა ტკბილეული, მაგრამ ამ ტკბილეულს ახლა რა მეცნობს. ესეთი ყურსუნი ძალიან კარგი კი აქვს. და კიდევ რენდომ ნივთები, რაც ალბათ შოკოლადებში ამომივიდა. რა თქმა უნდა, როგორც ნამდვილ ქართველს მაქვს ყუთი ყუთებით, რაც კი გამომწერია, მაგალითად portable SSD, Casetify кейსები და ასე შემდეგ, ყველაფრის ყუთი მაქვს შენახული. რაც მინდა? არ ვიცი. და კიდევ იმას თუ გინდათ ასეთი კამერის დავცვევები მაქვს ძალიან ბევრი, მე არ ვიყენებ. იმიტომ რომ არ ვთვლი რომ საჭიროა, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის კამერის ლინზების დამცავები მაქვს.
ეს როცა გსოვდა, feeling-ი გჭირდება, მაგალითად სათამაშოს როცა აკეთებ, მაგისთვის ძალიან კარგი, ამიტომ საქსოვების ყუთში გადავდებ. მე ეს ყუთი საერთოდ არ მახსოვდა. ეს არის ლეგოების ყუთი. ანუ ლეგოების ლეგოს ყუთი. ახლა არ მინდა ამოვიღო რაღაცები, მაგრამ მოკლედ გატენილია ლეგოების ყუთებით. ამას კიდე ახსნა აქვს, იმიტომ რომ ლეგოები ძალიან მიყვარს. თან ყველა კარგად არის აწყობილი და არც თუ ოდესმე მე მინდა რომ გადავიტანო ან დავშალო. იცით როგორი რაღაც არის, აი ფაზლები რო გვაქვს, ან გქონდა ხოლმე სახლში და რამდენჯერმე ვაწყობდით. მაგალითად მე და ჩემს ძმას ტრილიონჯერ გვაქვს აწყობილი ერთი და იგივე ფაზლი. და ეს ლეგოებიც იგივეა, 9 მილიონჯერ ხო არ იყიდე ერთი და იგივეს მით უმეტეს იაფი არ ღირს. ასე რომ თუ ოდესმე მომინდა რომ დავშალო და ჩავაწყო და არ დამეკარგოს რაღაცეები მაგისთვის აქვს. მე ეს რამდენჯერ დამჭირვებია და ვეუპოულობდი ხოლმე საწვიმარია თბილისიდან წამოღებული. თქვენი ბათუმიდან არის? ой, არა, ამას არაფერი არ წერია, მაგრამ დედაჩემისას ბათუმი აწერია. და ამავე ყუთში ვიპოვით ისევ და ისევ კორნელის ჩანთებს, რომელიც არ ვიცი, რაში მჭირდება. პროდუქტების საყიდლად რო წავალ, ერთი ეს ჩანთა უნდა წავიღო. და აღარ ვიყიდო reusable ჩანთები. გვაქვს ასევე bold cap. მელოტობა როცა მჭირდება და როცა პიტბულის კონცერტზე ვიყავი. და ხელთათმანები და რაღაცები. ნუ ეს საჭიროა. უბრალოდ ზამთარი მოდის და ალბათ ჯობია ამოვიღო. ცოტა მგონი მოპილასესობის დრო მოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყუთს, რა თქმა უნდა, უამრავი მტვერი გამოყვა. ღმერთო, რამდენი ნივთია. ეს ვაკუუმის პარკები, რომელიც მეგონა რომ ძალიან გამომადგებოდა მოგზაურობისას, მაგრამ არც ერთხელ არ გამომიყენებია. და არ ვიცი მჭირდება თუ არა. მაქვს ესეთი თერმოსის ბოთლები, რომელსაც მე ნამდვილად არ გამოვიყენებ, ამიტომ სადმე ჩავაბარებ. მაქვს კორნელის უჟველებელი ყუთი და ეს მხოლოდ ნაწილია. გაჩვენებს, აკრადებს. ამებით გადაგდება ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ ყველაფერი მემორია. მაგალითად, ავატარის იმაზე გავაკეთეთ ივენტზე. ეს სენტ პეტრიკსზე მეკეთა. კეპი, რომელსაც აწერია 2026 წელი. 2026 წელი მოდის. და უამრავი პომპონჩიკები. აკრადებს. ხო, რაღაცა ამბები. ჩვენი აკაური ფეხბურთი. ეს ჩილის ფესტივალზე ვიყავით. ეს ესე ტაჩ დასაკრავი. ой, ამას ვუძებდი. ეს მართლა კაი რაღაცაა. კორნელის დანაჩანგა. მარტო დანაჩანგალი კი არა. დანაჩანგალი, კოვზი და საწრუპი და საწრუპის გამწმენდი. ეს ჩემი აზრით უნდა ამოვიღო და მართლა გამოვიყენო ხოლმე. კორნელის მართლა უამრავი რაღაცა მაქვს, ცხელი საჭმელის კერდა, სასმლის დამჭერები, სათვალეები. როგორი სათვალეებიც გინდათ. ბურთები, კიდე სათვალეები. ეს სლოუპის არის, ეს მართლა კაიგია. სლოუპ 2023 წელი. პირსახოცი. ესაც უნდა ამოვიღო და გამოვიყენო, ძალიან კაი მტვრის საწმენდი იქნება. რაღაც სტიკერები მაქვს და კიდე ტრილიონი ეს როანათებს ესეთი რაღაცა. ეს ძალიან კაი რაღაცაა, paperweight-ია. ოღონდ ეს პროგრამა რო არ ეწეროს, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ისე ძალიან ლამაზია კორნელის უნივერსიტეტის ლოგო და paperweight. ამ რაღაცებზე რო ვფიქრობ, მგონია რომ უნივერსიტეტს რო დავამთავრებ, მეთქი მერე გამიხარდება. აი ერთი თავი მექნება სახლში, რომელიც ჩემი იქნება.
და იქ ყველაფერს გამოვფენ. ამას ვიძახი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ყუთში დალყოს ყველაფერი. მაგრამ ასე წარმომიდგენი ყოველ შემთხვევაში. ასევე მაქვს ასეთი ულამაზესი კალათა, რომელიც ავსე იყო სხვადასხვა კამერით, რომელიც მოვიგე სხვათა შორის ძალიან ისეთი მომენტი იყო. მოკლედ, ესეთი გალა ტარდებოდა კორნელში და გათამაშებაში იყო სხვადასხვა თემატიკის კალათები. მაგალითად, იყო ფოტოგრაფია, იყო ლაშქრობა და ასე შემდეგ. მე ფოტოგრაფია მინდა და ამიტომ ჩემი ყველა ბილეთი რაც კი მქონდა ფოტოგრაფიაში ჩავაგდე. წარმოიდგინეთ, რამდენი სტუდენტი ვიყავით ამ გალაზე. და მე მოვიგე ფოტოგრაფიის კალათა. სადაც პოლაროიდი იყო, ესეთი ერთჯერადი გამჟღავნების კამერები იყო, ბევრი რაღაცა იყო სხვა შორის. ახლა გაჩვენებ, რაც დარჩა ამ კალათაში, იმიტომ რომ ბევრი რამე გამოვიყენე უკვე. ზუსტად ასეთი ვიყიდა, როდესაც road trip-ზე წავედი დასავლეთ ამერიკაში, სადაც მანქანით ვიყავით მე და ჩემი მეგობარი 11 დღე და ნახევარი გავატარეთ ლაშქრობასა და კემპინგში, ანუ კარვებში ვჩაბოდით, ნახევარი კი ლოს-ანჯელესში და ასე შემდეგ. ასე რომ მაგ ვიდეოებსაც შეგიძლიათ უყუროთ ჩემს არხზე. კიდევ არის ასეთი კამერა, როგორც ხვდები, ხო, აი ესეთ სურათებისთვის არის. კიდევ ასეთი პოლაროიდი. ასეთი ციცქნა კამერა. SD კარტა, ადაპტერი და რაღაცები. ესეთი USB-ს რაღაცებიც მოყვება. ეს ალბათ საიდანღაც ამოვარდა და ესე წაკი არ მგონია ყოფილიყო. ესეთი რაღაცები, აქსესუარები. მაქვს ცარიელი ყუთებიც, რომ რაიცი რაში დამჭირდეს. ვაიმე, ეს ყუთი სულ ამავიწყდა. აქ არის ფლასკა, ესე ვთქვა, რომელიც არის გამომიყენებია. არის ჩემი პირველი ჰელოუინის კოსტიუმი. არის ისევე პომპონები. ეს არის ხელთათმანები და ასევე საცოცი, რითაც ავედი Half Dome Hike-ზე. Half Dome Hike-ი არ ვიცი იცით თუ არა, შეგიძლიათ ჩემ ვიდეოს უყუროთ. ამერიკაში ყველაზე ცნობილი სალაშქრო ადგილია და არც ისე მარტივია, არც მოხვედრა, იმიტომ რომ ლოთერი თამაშდება და მასე შეგიძლია მოიგო შანსი რომ წახვიდე და ისედაც რთული გზა არის. მოკლედ დღეს სულ ეს იყო და შევხვდებით შემდეგ დღეს, თუმცა თქვენთვის იქნება ამ წუთს. და ახლა უნდა დავალაგოთ საკუჭნაო, რომელიც არის ჩვენი კიბის ქვეშ. და ახლა არის აი ასეთ მდგომარეობაში. არც ისე ლამაზია, ხო? თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, არა. უბრალოდ იქით ჩემი ძველი ნივთებია, რომელიც წამოვიღე წინა სახლიდან. ეს პარკები რატომღაც ჩემო რუმეითებმა უბრალოდ შემოყარეს. ეს ჩემი თხილამურებია და სხვადასხვა საწმენდის საშუალებები. ასე რომ ახლა ყველაფერს დავაწყობ, დავაორგანიზებ და ასევე გადმოვიღებ ნაცვის ხეს, იმიტომ რომ უკვე დროა. რას ვაკეთებთ პირველ რიგში? გამოგვაქვს ყველა ნივთი და ვცდილობ დავაორგანიზოთ და ისე შემოვიტანოთ ამ საკუჭნაოში. ისე ძალიან დიდი საკუჭნაოა და მართლა ალბათ იღვლიანები ვართ, რომ ამ ხელას 1000 გვაქვს. თანაც ერთადერთი საკუჭნაო არ არის. პირველ რიგში გადმოვიღოთ ნაცვის ხე. ახლა კიდე სენსორიანი ნათურები გვაქვს, ასე რომ ზოგჯერ შუქიქრება, ზოგჯერ ინთება, როგორც თვითონ და ისე იქცევა ხოლმე. ახლა უნდა ავაგროვო პარკები, რომელიც are reusable, ანუ რამდენჯერმე გამოსაყენებელი და რატომაც ყველაფერი აქრია. ნასოსი, ცოცხი, სასრუტი. ესეც პარკებია, ანუ რამდენი პარკი გვაქვს? მტვერსასრუტი და კიდე ასაღები. ეს მტვერსასრუტი ძალიან კარგია სხვათა შორის. მთელ ტანზაში ამჩნევთ თავზეც ფიფქების და თოვლის მაგვარ რაღაცებს, იმიტომ რომ ნაძვის ხე რო ავაწყო, იმას ვცვივა ხოლმე, რა თქმა უნდა. მზად ვართ. ჩემი უყვარლესი თხილამურები. მორერაირი ცოცხი.
ყველაზე უარესი რაც იყო, გავწმინდა და გავასუფთავე. ანუ ეს არის ჩვენი cleaning station-ი. როგორც გითხრათ, ჯერ იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ გონი საგრძნობლად შეიცვალა მდგომარეობა. და ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რას ადევს. და სივრცეც გვაქვს რომ გავიაროთ, გამოვიაროთ. იქიდან კი ბევრი რაღაცა დონაციაში წავა, გაიწმინდება, გადაიყრება და ასე შემდეგ. ახლა კი როგორც ყოველთვის დაიმახსოვროთ, რომ ოცნებები აუცილებლად ხდება. თვემი ერთ-ერთი ოცნება იყო კიბის ქვეშ მქონოდა დიდი საკუჭნაო, რადგან ჰარი პოტერის გამოვლა. მქონოდა დიდი ნაძვისხე, დიდ მისაღებ ოთახში, ჩამომეკიდა საახალწლო წინდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მოკლედ თუ გექნებათ გარკვეული ოცნებები და მათკენ სვლა არ დაგეზარებათ, აუცილებლად მიაღწევ.